დავიწყოთ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს იყო პირველი ივანიშვილის მთავრობის პირველი სხდომა სამთვიანი პაუზის შემდეგ და ივანიშვილის პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ძალიან ვრცელი სიტყვა მთავრობის სხდომის დაწყებამდე და მან განსაკუთრებით შეაქო დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი, მოქმედი მინისტრი გელა გელაძე და ის საუბრობდა, რომ ბევრი მიმართულებით ახლა შინაგან საქმეთა სამინისტრო არის მოწოდების სიმაღლეზე, ამას უმტკიცებდა დღეს ირაკლი კობახიძე საზოგადოებას, მათ შორის ის გვიმტკიცებდა, რომ ახლა შინაგან საქმეთა სამინისტრო ებრძვის ნარკოდანაშაულს, ქურდულ სამყაროს, ასევე კრიმინალს, მათ შორის მაგალითად კორუფციის მიმართულებითაც ძალიან აქტიურად იდგმება ნაბიჯები და როდესაც ირაკლი კობახიძე საუბრობდა გელა გელაძის მიღწევებზე, ჩნდებოდა განცდა იქვე, რომ ის ასე ვთქვათ ავდარებდა გელა გელაძის მუშაობას, ვახტანგ გომელაურის საქმიანობას და ყოველ ჯერზე, როდესაც ის დღევანდელ მოცემულობაზე საუბრობდა, ის იშველიებდა გასული წლების პრაქტიკას, მაგალითად ბოლო 3 თვეში, როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებით პასუხისგებაში მიეცა 57 პირი და სტატისტიკა რომ ავიღოთ, შარშან იგივე პერიოდში ამ ბრალდებით პასუხისგებაში მიეცა მხოლოდ 2 პირი, ეს ის პერიოდია, როდესაც ვახტანგ გომელაური იკავებდა თანამდებობას, ასევე იარაღის ტარებაზეც ისაუბრა ირაკლი კობახიძემ, რომ აქამდე იყო ეს ყველაფერი მიშვებული, როგორც თავად თქვა, სწორედ ეს სიტყვა იხმარა და ამ ხრივაც გამოსასწორებელი არის ბევრი რამ, ამბობს ირაკლი კობახიძე, შეგვიძლია ახლა პირველ რიგში მოვისმინოთ რა გზავნილები ჰქონდა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრის მთავრობის სხდომის დაწყებამდე. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის დაკავებული იქნა პასუხისგებაში მიეცა 226 პირი, რაც არის უპრეცედენტო მაჩვენებელი. ჩვენ გვქონდა შემაშფოთებელი ტენდენციები ნარკოტიკების მოხმარების, გავრცელების კუთხით და რა თქმა უნდა ჩვენ გვჭირდებოდა გადამჭრელი ზომების მიღება ამ ტენდენციების აღსაკვეთად. გაჩაღება ორგანიზებულ დანაშაულს ბოლო 3 თვეში ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებით პასუხისგებაში მიეცა 57 პირი. სტატისტიკა რო ავიღოთ, მაგალითად შარშან იგივე პერიოდში ამ ბრალდებით პასუხისგებაში მიეცა მხოლოდ 2 პირი. აქაც გვჭირდებოდა ჩვენ გადამჭრელი ზომების მიღება, ასევე იარაღის ტარება. ესეც იყო აბსოლუტურად არასწორი პრაქტიკა, ჟარგონზე რო ვთქვათ, მიშვებული იყო ეს ყველაფერი. ამ რამდენიმე თვის განმავლობაში, 3 თვის განმავლობაში გამოვლინდა იარაღის უკანონო ბრუნვის 384 შემთხვევა. აიგრძალა თავიდან ბოლომდე ფსიქოტროპული საშუალებების იმპორტი კერძო სუბიექტების მიერ. ჩვენ გვქონდა ეჭვები მასთან დაკავშირებით, რომ ორივე მიმართულებით შესაბამისი პრივილეგია კერძო კომპანიების მიერ გამოიყენებოდა სავარაუდოდ არაკეთილსინდისიერად. პრაქტიკულად კონკრეტული სუბიექტები ამ პრივილეგიას უყურებდნენ როგორც ნარკოტიკების ლეგალურად გავრცელების საშუალებას, რაც ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი. აი ასეთი გზავნილები ჰქონდა ირაკლი კობახიძეს და ივანიშვილის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან ტრადიციულად ჩამოვიდა მინისტრების ნაწილი. პირველ რიგში ჩვენ ბუნებრივია ველოდებოდით, რომ მედიის კითხვებს დღეს უპასუხებდა შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრი გელა გელაძე და ბუნებრივია მისთვის გვსურდა კითხვების დასმა, რა ვერ გააკეთა ვახტანგ გომელაურმა, რა არ მოსწონს ირაკლი კობახიძეს და თვითონაც ფიქრობს თუ არა, რომ მაგალითად შესაძლოა კრიმინალებთან თანამშრომლობდნენ ვახტანგ გომელაური და ირაკლი ღარიბაშვილი, თუმცა დღეს გელა გელაძე ჩამოვიდა მედიასთან, რაც შეეხება სხვა მინისტრებს, ჩვენ მათგან დავინტერესდით, როგორც მთავრობის წევრები რა ინფორმაციას ფლობენ ირაკლი კობახიძეს, რა დაპირისპირება აქვს ღარიბაშვილ გომელაურთან, გულისხმობდა თუ არა, ცდილობდა თუ არა სწორედ ამ ბრიფინგზე და დღეს მთავრობის სხდომის წინ მათ ბჭყალებში გაშავებას და ფიქრობენ თუ არა, რომ კრიმინალებთან თანამშრომლობდნენ მათი წინამორბედი მინისტრები. დღეს უნდა გითხრათ, რომ კაფიო პასუხი ჩვენ ვერც ერთი მინისტრისგან ვერ მოვისმინეთ, რომ არა ასეთ ფაქტს ადგილი არ ქონია და ისინი არც გვიდასტურებდნენ და არც უარყოფდნენ ამ მოსაზრებას. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობით კმაყოფილებას, რაღაც დაგიმალოთ და მეც როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე ძალიან კმაყოფილი ვარ იმის გამო, რაც ბოლო პერიოდში მე ვხედავ, რომ მიმდინარეობს ეს მართლაც შეურიგებელი ბრძოლა ნარკოდანაშაულთან. უკმაყოფილოა ის წინა მინისტრები თუ რატომ ადარებდა მაგალითად გასულ წელს მოქმედი მინისტრის მუშაობას და გულისხმობდა თუ არა კონკრეტულ მინისტრებს, მათ შორის მაგალითად ვახტანგ გომელაურს და უკმაყოფილო თუ არა მისი. გეტყვით. პირდაპირ ვამბობ, რომ მე მგონია, რომ ასე უნდა იქნას აღქმული, როგორც ითქვა ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მხრიდან, პირადად ჩემი განწყობაც და დამოკიდებულებაც გახლავთ აბსოლუტურად იდენტური. მე რასაკვირველია
გახარებული ვარ, რომ დანაშაულთან ბრძოლამ, ნარკოტიკებთან ბრძოლამ, კორუფციასთან ბრძოლამ გაცილებით უფრო მაღალი ტემპი აიღო, ვიდრე ეს შეიძლება ყოფილიყო წინა წლების განმავლობაში. ეს იმის რელევანტურად, რაც შეიძლება იყოს. წინა წლებში რატომ არ იყო ჩაგიკითხებით, იმიტომ რომ აი მაგალითად კრიმინალებთან იყვნენ გარიგებული მინისტრები, გარკვეული ამას მიუთითებს. არასაკვირველია, მე ამის თმა არ შემიძლია. ბატონი გელა არის ძალიან ღირსეული ადამიანი, ძალიან წარმატებული მინისტრი და ამ მოკლე პერიოდში, სამთვიან პერიოდში მისი მინისტრად დანიშნვის დღიდან ცალსახად ხედავთ თუ რაოდენ ეფექტიანი არის მისი საქმიანობა და იმ გუნდის, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა. ამ ხელისუფლება თუ არის სტატისტიკაში, ესე იგი რაღაცას ვერ აკეთებდა, ხო, ახთან გომელაური ფაქტია, ბატონო. კიდევ ერთხელ ხალხს უსვავ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვის მაღალი სტანდარტით გამოირჩეოდა და შესაბამისად ვამბობთ, რომ სხვადასხვა მინისტრების დროს შეიძლება რაღაც მოცემულობები შესაძლებელი არის, მაგრამ ფაქტი არის, რომ ბოლო 3 თვის განმავლობაში სამინისტროს საქმიანობა გამორჩეულად ეფექტიანი არის. ამ შემთხვევაში ივანიშვილის რიგითები, რომ თუ კონკრეტული დანაშაულები გამოიკვეთება, მართლმსაჯულება ყველას მიუკაკუნებს. თენგიზ შარმანაშვილი, მაგალითად, ქართული ოცნების ერთ-ერთი რიგითი დეპუტატი, დღეს საუბრობდა სამომავლოდ, მაგალითად 4 ოქტომბრის დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით, რაშიც შესაძლოა, რომ ქართული ოცნების ყოფილი წევრებიც იყვნენ ჩართული, ამაზე ჩვენ ნახეთ და მოვისმინეთ მინიშნებები ოპოზიციის მხრიდან და როგორც ჩანს, ქართულ ოცნებას ეს ძალიან აშინებს და დღეს უკვე საკანონმდებლო ორგანოდან მოუწოდეს მათ ყოფილ თანაგუნდელებს ქართული ოცნებიდან, რომ თუ ასეც აქვს ადგილი მართლმსაჯულება ყველასთან მივა. რა თქმა უნდა, როდესაც ასეთ ოპერაციას ატარებდა, მასში შენი მოწინააღმდეგის ვირთხები მონაწილეობენ, ვიდრე ამ ფაქტის წინაშე არ დააყენებ, მანამდე არ უნდა ილაპარაკო. ვისაუბრო ისე, რომ მტკიცებულება ამ წუთში ხელში არ გქონდეს და უბრალოდ ჭორებზე ავაგო ჩემი მსჯელობა და დავემსგავსები მათ. მე ამას არასდროს არ გავაკეთებ. რაც შეეხება მტკიცებულებებს ამის თავობაზე, თქვენ იცით, რომ ჩვენ მტკიცებულებების მაღალი ხარისხის უქონლობით არავის არ აკავებს და არავის არ იჭერს საქართველოს სახელმწიფო. ასე რომ, როდესაც იქნება საკმარისი მტკიცებულებები, რომელიც ყველაზე მაღალ სტანდარტს დააკმაყოფილებს, მაშინ მიაკითხავს მას მართლმსაჯულება. თუ ასეთი მტკიცებულებები არ იქნება, არავის არ მიიღებს. მოკლედ აღმასრულებელ რგოლში მხოლოდ და მხოლოდ მინიშნებებით გვესაუბრებიან და ის რაზეც ისინი ღიად არ საუბრობენ, უკვე ღიად გველაპარაკებიან საკანონმდებლო ორგანოში, რიგითები და პირდაპირ ამბობენ და მიუთითებენ, რომ ქართულ ოცნებაში ყოფილ თანაგუნდელებთან გარკვეული დაპირისპირება არსებობს და იმ შემთხვევაში თუ ისინი დანაშაულის ნიშნებს დაინახავენ, მართლმსაჯულება ყველასთან მივა, ასეთი არის ქართული ოცნების რიგითების გზავნილები.